მოგესალმებით მეგობრებო, მე ორონო ხელაძე თქვენ უყურებთ ჩვენს მორიგ ეპიზოდს. დღეს ჩამოვედით რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, Prim Adventure კომპანია Beta. მინდა შემოგთავაზოთ მათი ტექნიკა, გავტესტოთ და ერთად ვნახოთ ეს ყოველივე. სანამ უშუალოდ ბაიკის განხილვაზე გადავალთ, მინდა გავესაუბროთ ზურას, ჩვენს მეგობარს, კომპანია Beta-ს წარმომადგენელს, რათა უკეთ აგვიხსნას, რას ემსახურება მათი ეს კომპანია. როგორ ახალ ბატონო ზურა? მაგრად შემოგევდი. ძალიან კარგი. ორიოდე სიტყვით რო გითხრა, რას ემსახურება ეს თქვენი Beta საქართველოში და რას აკეთებთ? Beta ემსახურება თორს მასშტაბით ენდურო ტურებს და ვართ ნომერ პირველი საქართველოში ამ საქმეში და ექსტრემალური ტურები. რა თქმა უნდა. კიდევ როგორც ვიცი, თქვენ ყავთ სნოუბაიკები, ტურებს თავაზობენ თუ თქვენ პირობითად თოლში სრიალი გინდათ, ამ მოტოციკლებს დაშლიან, უცებ გადააწყობენ თხილამურზე და ნებისმიერ ადგილას მიუვალ ადგილი ოფროუდიდან ეგრევე შეგიძლიათ რომ თაში სრიალით გააგრძელოთ. მადლობა მინდა გადავუხადო ზურას ინფორმაციისთვის, რაც მოგვაწოდა და აგვიხსნა თუ რა არის ეს ყველაფერი, რას წარმოადგენს და რა დატვირთვა გააჩნია Prim Adventures და კომპანია Beta-ს. მადლობა ზურა შენ ამისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგვაცანი და აგვიხსენი და აუდიტორიასაც გააცანი. ახლა უშუალოდ მინდა ნელ-ნელა გადავიდეთ გატესტვისკენ. ოკეი. მადლობა შენ რომ ეს ჩვენთან ხარ და ჩვენ კიდე გვექნება ამ სფეროში გაგრძელება, ყავს კიდე ისეთი რაღაცები, რაც დაგაინტერესებთ და მინდა წარმატება გისურვოთ, მაგრამ მომეწონა ეს თქვენი ნაბიჯი და წარმატებები გელით აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა და მოხარულები ვართ, რომ ასე კარგად მიდის ჩვენი მეგობრობა და გრძელდება და სამომავლოდაც გაგრძელდება და ეხლა გადავიდეთ უშუალოდ მეგობრებო გატესტვაზე, წავიდეთ, ვნახოთ რა შეუძლია Beta-ს მოტოციკლს და ამ ყველაფერს ერთად გავიზიარებთ ჩვენ. მაშ ასე მეგობრებო დავიწყოთ ჩვენი მოტოციკლების Beta-სი 430 RR-ის განხილვა. ეს კონკრეტული მოდელი არის 2024 წლის. წარმოებელი ქვეყანა აქვს იტალია. ძალიან დიდი წლები არის, რაც Beta ბაზარზე არის და საკმაოდ კარგ მოტოციკლებს უშვებს. წინა ამორტიზატორებით მინდა დავიწყო. ეს არის ZF-ის ფირმის, წინაც და უკანაც საკმაოდ იდეალურად მუშაობს, რაც გავიარეთ. ძრავი, ერთცილინდრიანი 45 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს ამის რავი, აქვს 2 რასპედვალი. თორქიც საკმაოდ კარგი აქვს, თავის თავს ერევა და სრულიად საკმარისია უგზაობაში და ოფროუდზე სასიარულოდ, საფრენად და ნებისმიერ რელიეფზე მისასვლელად. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, არის 6 სიჩქარიანი,
ჯაჭვი 520, წინაკვილან არის 14, უკანა 59. საბურავები სტანდარტულად როგორც ენდუროზე, წინ 21-იანი, უკან 18-იანი. კონკრეტული მოდელი ასევე აღჭურვილი არის ჰიდრავლიკური ზეპლენით, სითხეზე არის, ასე რომ ვთქვათ. ძრავიც ანალოგიურად სითხით გაგრძელებადი არის, აქვს რადიატორი, თავის კულერით, ელექტროსტარტელი აქვს ამ მოტოციკლს და თქვენ თუ როდესაც გაიჭედებით უგზოობაში არ მოგიწევთ ფეხით წვალება, ეს ძალიან დიდი პლუსი არის, იმიტომ რომ როდესაც პირობითად ძველ მოტოციკლეტებზე, რომელსაც ეს არის აგრეთვე ინჟექტორული სისტემა, ძველი მოტოციკლეტები, რომლებიც იყო კარბურატორზე და თუ პირობითად თქვენ წაიქცეოდით, ან დაგივარდებოდით მოტოციკლეტი და როდესაც კიკსტარტელი აქვს, გიწევს ძალიან დიდ ხანს ფეხით წვალება, რომ ბენზინი შეივსოს ძრავში და მაგის შემდეგ მოხდება დაგქვა, რაც დროში ძალიან იწელებოდა. ასე რომ ეს სტარტელი რო აქვს ძალიან კარგი არის და ელექტრონულად იქოქება. კიდევ რაც მინდოდა მეთქვა მოტოციკლეტზე, ძრავში და კოლოფში, გადაცემათა კოლოფში ცალ-ცალკე ისხმევა ზეთი და 800 გრამი მიდის, ძრავში კონკრეტულად 1050 მიდის ზეთი, 800 გრამი არის აქაც და აქაც და ეგეც დიდი პლუსია, რომ გადაცემათა კოლოფი და ძრავი გაყოფილი არის, იმიტომ რომ ძრავში პირობითად თუ შეცვლით ზეთს და გადაცემათა კოლოფში შემდგომ უფრო დიდ ხანს შეინახება. ხო ეგრე არის? ანუ რამდენი ზეცვლით? ძრავზე და კოლოფზე ერთად ცვლით? თუ ხო რა, უფრო შენ არ აჩერებ გადაღებას? აი, მე დაჭრი ხო იასნი. კიდევ რაც მინდოდა მეთქვა მეგობრებო, ამ მოტოციკლს გააჩნია 8 ლიტრიანი ბენზინის აუზი. საშუალო წვა მოტოციკლეტის არის 4 ლიტრი, როგორც უწერიეთ, მაგრამ ზუსტად ამ მონაცემს უნდა იყენოთ, იმიტომ რომ შესაძლებელია თქვენ ისეთ ადგილას გაიჭედეთ, რომ ერთი აუზი რაღაც კონკრეტულ ადგილას დაახარჯოთ, ასე რომ ეს არის საშუალო მონაცემი, რაც უშუალოდ ქარხანამ მიუთითა, მაგრამ პირდაპირ ამასაც უნდათ, მაგრამ უგზოობაში თუ მინდორში თქვენ სეინოთ, დაახლოებით ეს მოტოციკლეტი დაგიწვათ 4-დან 4 ლიტრანახევარ ბენზინს, რაც საკმაოდ კარგი არის. დაახლოებით ერთი აუზით, დაახლოებით თქვენ შეძლებთ 200 კილომეტრამდე გავლას. კიდევ აქვს დეშბორდი, სიჩქარის მაჩვენებელი, რაც ძალიან კარგი არის, აკონტროლებთ აქედან ბევრ რაღაცას. სამუხრჭე სისტემას რაც შეეხება აქვს იაპონური ნისინის ბრენდის, წინაც და უკანაც, რომელიც საკმაოდ კარგად ართმევს თავის დაკისრებულ მოვალეობას. კიდევ რაც შემიძლია მოტოციკლზე გითხრათ, წონა აქვს ამ მოტოციკლს 108 კილოგრამი, რომელიც საკმაოდ მსუბუქია და საერთოდ არ იგრძნობა, ამით როდესაც მოძრაობთ არის ქარივით მოტოციკლეტი საერთოდ შეგიძლიათ ერთი ხელითაც კი დაიჭეროთ და 108 კილო ამისთვის საერთოდ არაფერი არ არის. ჩვეულებრივ რო გითხრათ, სკუტერი მყავს 125 კუბიანი, რომელიც არის 115 კილო. ანუ ჩათვალეთ, რომ 125 კუბიან სკუტერზე მჩატია ეს მოტოციკლეტი. კონკრეტულ მოდელს გააჩნია სისხარტის რეჟიმი, ასევე აქვს წვიმის რეჟიმი, როდესაც თქვენ პირობითად გაგიწვიმდათ და სველია ასფალტი ან უგზოობაში ტალახი არის, შეგიძლიათ გადაიყვანოთ წვიმის რეჟიმზე, შედარებით სუსტი გახდება ეს მოტოციკლეტი, თავის სიმძლავრეს ბოლომდე არ გამოიყენებს, რაც უკეთესია იმისთვის, რომ დაბალ სიმძლავრეზე თქვენ არ მოგიწევთ იმის საშუალებაც არ გექნებათ, რომ მოგიცურდეთ ეს მოტოციკლეტი ამ მსგავს პირობაში აღმოჩნდეთ. კონკრეტული მოტოციკლეტი არის ენდუროს ტიპის და არ არის უშუალოდ კროსის და ტრეკის, ასე რომ ეს მოტოციკლეტი წინაც აღჭურვილია ფარებით, მაშუქებით, უკანაც აგრეთვე აქვს მაჩვენებლები, ციმციმა ეგრეთ წოდებული, ასე რომ ამ მოტოციკლეტს როგორც უგზოობაში შეგიძლიათ გადაადგილოთ, ისევ შეგიძლიათ პირობითად სახლიდან ასფალტით გზა გაიაროთ და მიხვიდეთ მიუვალ ადგილამდე, არ მოგიწევთ პირობითად პიკაპიდან მისაბმელით მიტანა დანიშნულების ადგილამდე, რაც ძალიან დიდი პლუსია ეს ყველაფერი. ძირითადი მახასიათებლები უკვე გიხსენით მეგობრებო, მოდი უკვე ჩვენებურ გატესტვაზე გადავიდეთ, თუ მართლა რა შეუძლია ამ მოტოციკლეტს და ასე მონაცემებით რო არ ვიმსჯელოთ, რეალურ პირობებში გავიგოთ, რა აქვს უკეთესი ამ მოტოციკლს, რა არ აქვს უკეთესი და რა შეუძლია ამ კონკრეტულ მოდელ ბეტა 430 RR-ს.
მოკლედ, როგორც ნახეთ მეგობრებო, დღეს თელი დღეა რუსთავში ვართ, მოვიარეთ მთელი მთები. თუ კი რამე ადგილი იყო რუსთავში, მოვიარეთ, ემოციებით ვარ დატვირთული და ბევრი რაღაცა მაქვს თქვენთვის მოსაყვანი. ეხლა წავიდეთ ეს მოტოციკლი დავსვათ მანქანაზე, მივიდეთ ბეტას ოფისში რიმ ადვენჩერში და ყველაფერს ადგილზე მოგახსენებთ. მოკლედ, როგორც ნახეთ მეგობრებო, ჩვენ დღევანდელი დღე დასრულდა. მოტოციკლეტები, რომელიც ჩვენ ყავდა წაყვანილი და გავტესტეთ, საკმაოდ კარგად გაართეს თავი ამ თავის დაკისრებულ მოვალეობას. მე მინდა აღვნიშნო ამ მოტოციკლეტზე რა მომეწონა, რა იყო ჩემთვის მისაღები. ასეთი სტილის მოტოებთან დიდად რო გითხრათ, ძალიან ბევრი შეხება არ მაქვს და მაქვს ასია თუ ისე, მაგრამ უფრო აქტიურად ვარ სპორტ ბაიკზე გადართული. მაქედან გამომდინარე, პირადად მე ბეტაზე პირველად ვიჯექი ბეტას მოტოციკლეტზე და რაც იყო ჩემთვის კარგი და მინდა გითხრათ, იმდენად სტაბილური მოტოციკლეტი იყო, რომელსაც არ მოველოდი, მინდა გამომდინარე, რომ სხვა სტილის ენდროებზე რო ვარ ნაჯდომი, მე პირადად რაც მყავდა Yamaha თუ სხვა ბრენდები, იყო ზედმეტად ხისტი 450 კუბიანს თუ ავიღებთ რა, იმას გულისხმობ, რომ ეს იმდენად ფიცხი არ არის მაგ ხრი, მაგრამ საკმაოდ სტაბილური მოტოციკლეტი არის უგზოობაში, არ ებძვი მოტოციკლეტს, არ გჭირდება ზედმეტი მეტი ძალების დახარჯვა, რომ მოტოციკლეტმა თავის დაკისრებულ მოვალეობას და რელიეფს გადალახოს, საკმაოდ კარგად ართმევს თავს. მოხრუჭები საკმაოდ კარგად მუშაობს, ნისინის ბრენდი არის, თავიდანვე აღნიშნე და იდეალურად ართმევს თავის ფუნქციას, მოვალეობას, რომ შეასრულოს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოტოციკლეტებს, ესენი მუშაობს და დადის ყოველდღიურად ტურებში საქართველოს მასშტაბით, აქედან შეიძლება დღესვე ან ხვალ პირობითად ადგილიდან წავიდნენ ბათუმში, ოგზოობით, ოფროუდით, ან კახეთში, ან სვანეთში, ან ნებისმიერ ადგილას, ასე რომ ეს მოტოციკლეტები გამძლე რომ არ იყოს, ფაქტიურად აქამდე სულსაც დაღაფავდა. რაც შეეხება დანარჩენს, თან მოგეხსენებათ, როდესაც პირობითად ყოველდღიურად ერთი და იგივე ტექნიკაზე სხვადასხვა ადამიანი ჯდება, სხვადასხვა ადამიანი მოიხმარს, მაქედან გამომდინარე, გამძლეც რო არ იყოს, პირობითად არ ეყოლებოდათ გაქირავებაში. ეს მოტოციკლეტები მოგეხსენებათ, რომ ქირავდება, არის ტურისტებზე გათვლილი და ასე რომ ბევრი არის, რომელმაც ძალიან მაგრად იცის პროფესიონალურ დონეზე მოტოციკლის ხმარება, ისეთი ჩდება, არის სრულიად გამოუცდელი, რომელიც პირველად თუ მეორე თუ მესამედ შეხება და მიდის ბევრჯერ იქცევა, იმტრევა და ყოველ შემთხვევაში საკმაოდ კარგად ასრულებს იმ რესურსს და იყენებს, რაც გააჩნია. ეს რომ იყოს სუსტი მოტოციკლეტი, ფაქტია, რომ კომპანიაც ამას გაქირავებაში არ ამუშავებს. კიდევ რაც შეეხება იმას, რომ დღეს მე ბეტაში ვარ, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მე უშუალოდ მიკერძოებული ვარ და მხოლოდ კარგი მინდა ვისაუბრო ამ მოტოციკლეტზე, ან მხოლოდ ცუდი მინდა ვისაუბრო, მაგაში არავინ არ მღუდავს საერთოდ და მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ მოტოციკლეტს როდესაც ვტესტავ, არამედ რაღაც ინფორმაციას, არამედ უშუალოდ მე რა ემოციებიც მომანიჭა და რა მომეწონა თუ რა არ მომეწონა, ყოველთვის იმას გაწვით თქვენ და ასე რომ ამ მოტოციკლეტისთვის ჩემთვის სხვა მოდელს თუ შევადარებთ, კროს ან რაღაცა, იმას შედარებით ოდნავ ნაკლები ცხენის ძალა აქვს, მაგრამ სტაბილურობა ბევრად მეტი აქვს ამ მოტოციკლეტს. სტაბილურობიდან გამომდინარე არის ზუსტად ის, რომ არ გლის, წეგან რაც ვახსენე რა. ეგ ჩემთვის პლუსი იყო. დანარჩენი მოტოციკლეტი, რასაც ხედავთ, სტანდარტული სხვა ენდუროების მსგავსი არის, კონკრეტულ ბრენდების ჩამოთვლას აღარ დავიწყებ და არც არის საჭირო. მოტოციკლეტი კარგია, თავის საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო არის და დანარჩენი თქვენ თვითონაც შეგიძლიათ მოხვიდეთ, იქირავოთ ეს მოტოციკლეტი და თქვენ თვითონ გატესტოთ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, თქვენთვის მისაღებია თუ არ არის მისაღები. ჩვენი ვიდეო ამით დასრულდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერთ გვერდი, რათა არ გამოგჩნდეს შემდგომში ბევრად საინტერესო ვიდეოები, არა მარტო ბეტაზე, არამედ სხვა კონკრეტულ მოდელებზეც.